2019 წელი. წელი, რომელმაც ალბათ როგორც ჩემი, ასევე თქვენი ცხოვრება შეცვალა. 2019 წელი დაიწყო ძალიან კარგად. გეგმები გვაქვს, საქართველოში გვინდა წამოსვლა, ბილეთები ომარიკომ შეიძინა, მეც დღე-დღეზე ვაპირებ ბილეთის შეძენას. ეს არის პირველად წამოვალ საქართველოში 20 წლის მერე, მაგრამ შენც არ მომიკვდე. უცებ გვეჩითება, დაიწყო კოვიდი. რა ვქნა? ჩაიკეტა ყველაფერი, გზა აღარსად აღარ არის. ყველა სახში გამოვკეტეს. გითხრესო, აქიდან ფეხი არ მოიცვალოთო. რა უნდა გვექნა? დავიწყეთ მე და ომარიკომ YouTube-ზე რაღაცა სკეჩების კეთება, რაც მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი წარმატებული რამ იყო, არის რა პროექტი ცოტა დიდი ნათქვამია. ავახარ, მივესალმები შენს მაყურებელს, გაუმარჯოს ბიჭო. გაუმარჯოს. აი აქამდე რო გავს. შენ TikTok-ერი ხარ? არა. TikTok-ერი არ ვარ. რომელიც ძალიან სწრაფად, ძალიან მარტივად მოვიფიქრე და 3 ვიდეო ზედიზედ გამოვაცხოთ და სამივე მათ შორის იყო პირველი, მეორე და მესამე ადგილზე ტრენდებში. იყო კი, ეგეთი დროც იყო ერთ დროს. მაგრამ ეს ვიდეო ამაზე არ არის და დაიწყო ქალაქში და ქუჩებში არეულობა. გახსოვთ ალბათ ის პერიოდი, თუ არ გახსოვს, აი ხა შეგახსენებ. While others evacuating the precinct. მინდა გითხრა, რომ მე არასდროს არ ყოფილ ვარ იარაღის არც მოყვარული, არც არასდროს მქონია სურვილი, რომ ოდესმე მქონოდა, მაგრამ როგორც აღნიშნე, დადგა ის დრო, რომ დავიწყე სხვანაირად ფიქრი. ნენელა ეს პროტესტები შემოდიოდა ჩემს ქალაქშიც, ხედავდი რომ არა ისეთი მასშტაბებით, მაგრამ ხედავდი რომ ნენელა იწყებოდა ჩემს ქალაქშიც ეს პროტესტი. ანუ კი, გავიგე რომ ლაშა მაგარი ხარ, საღოლძმა, მიდი მუშტიკრები, ბაზარი არაა, მაგრამ ხანდახან არის მომენტი, როდესაც უკვე საკუთარ თავზე აღარ ფიქრობ და ფიქრობ სხვის დაცვაზე. ჩემს ოჯახზე. ვისაუბრე მეუღლესთან და შევთანხმდით ესეთ რამეზე, რომ წავსულიყავი და მეყიდა იარაღი, მაგრამ არა ისე უბრალოდ მიდი მაღაზიაში იყიდე იარაღი და ფეხებზე დაიკიდე. ასევე ავიყვანე მასწავლებელი, შეიძლება ასე ითქვას, რომელიც მასწავლიდა იარაღს, მასწავლიდა მის მოხმარებას, მის გაწმენდას, მის შენახვას, ასევე დავდიოდით ეგრეთ წოდებულ ჯვრელებზე, ანუ გავდიოდით რეინჯზე, რეინჯი ვინც არის სივრცე, სადაც შეგვეძლო ამის გაკეთება, მასწავლიდა როგორ შემენახა იარაღი, როგორ ამომეღო იარაღი, როგორ მესროლა, როგორ გავიპარო სიტუაციიდან და ასე შემდეგ. აი ასე დაიწყო ჩემი ურთიერთობა იარაღთან. მაგრამ სანამ ამ ვიდეოს ჩვენ გავაგრძელებთ, მინდა ერთი რამე იცოდე. არავითარ შემთხვევაში ეს ვიდეო არ არის იმისთვის, რომ ან წავახალისო, ან მსგავსი რამ უბრალოდ დაკვირდით ვიდეოს და გთავაზობთ ამ ვიდეოს. იარაღს აქვს სამი მთავარი წესი. წესი პირველი. არასოდეს მიუშვირო იარაღი არავის. არ აქვს მნიშვნელობა დატენილია იარაღი, დაუტენილია იარაღი. არასოდეს მიუშვირო იარაღი არავის. წესი ნომერი 2. არასოდეს შედო ეს თითი, ანუ სასროლი თითი სასხლეთში. არასოდეს. თუ არ ხარ მზად რომ ისროლო და წესი ნომერი 3. თუ არ ხარ მზად რომ გამოიყენო იარაღი, დარწმუნდი რომ იარაღი ყოველთვის სუფთაა, გასუფთავებული და არასოდეს კონდეს დატენილ მდგომარეობაში, ეგრეთ წოდებული, ეს სხვადასხვა სცენებში სხვადასხვანაირად შეიძლება ითქვას. ეს არის ინტერნაციონალური წესები, რომელიც აუცილებლად რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყო, რომელ ქალაქშიც არ უნდა იყო, ყველგან უნდა დაიცვა. უნდა იცოდე როგორ ისროლო ეს იარაღი, რადგან თუ არ იცი, შეიძლება უარესი შედეგი დადგეს, ვიდრე შენ გონია რომ დადგეს. ამიტომ იარაღს ჭირდება ძალიან ბევრი ვარჯიში, ეგ ერთი, ასევე უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები და მე ერთს დავამატებდი კიდე. ის ფაქტი, რომ იარაღი საშიშია, რაღაც ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ იარაღი არ არის საშიში, ის თავისთვის არ ისვრის. ანუ იარაღის შემთხვევები, როდესაც აქსიდენტი ხდება ხოლმე, ეს არის უბრალოდ ცუდი მოპყრობა იარაღის მიმართ, უცოდინარი იარაღის მფლობელი. ასევე მეგობრებო, ბევრს შეიძლება გონია, რომ რადგან იარაღი გაქვს, შენ ხელშეუხებელი ხარ, ვერავინ შეგეხება და ასე შემდეგ. მე გეტყვით ერთ რამეს, თუ ვინმეს გონია, რომ იარაღის ქონა კუტუებს ზდის, ეს პირიქით არის, კუტუებს აპატარავებს. როცა იარაღი გაქვს, შენ მოგეთხოვება ძალიან ბევრი. შენზე უდიდესი პასუხისგებლობაა შენზე, იმიტომ რომ გონია, რომ გააზრებული გაქვს ის ფაქტი, რომ თითოეული გასროლა ასრულებს რაღაცის ან ვიღაცის სიცოცხლეს. და ამ შემთხვევაში შენ მაქსიმალურად უნდა ერიდებოდე წესით არიგით ყველანაირი კონფლიქტს, რაც არ უნდა სწორად გააკეთო ყველაფერი.
და მოგიწიოს მაინც გასროლა, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის დასაცავად, მერწმუნე ძალიან დიდი პრობლემები გექნება და აი ამიტომ არის რომ იარაღის ქონა უბრალოდ ქონა არ არის, ამას ჭირდება ძალიან გონებრივი მომზადება, ჭირდება სწორად გააზრება ყველაფრის, ამიტომ დაფიქთი კარგად სანამ იარაღს შეიძენ, დაფიქთი კარგად რისთვის გინდა იარაღი. ძალიან გთხოვ რომ მაქსიმალურად ყურადღებით მოეყარი იარაღს და მაქსიმალურად შენ უზრუნველყვე შენი იარაღის უსაფრთხოება. თუ ოჯახში გყავთ მეგობრებო ბავშვები და თან გაქვთ იარაღი, ძალიან გთხოვთ ყურადღებით მოეკეცით ამ შემთხვევაში იარაღს, აუცილებლად იქონიეთ სეიფი, რომლის გასაღები მხოლოდ თქვენ გექნებათ, ასე დავიწყეთ იარაღების რევიუ. აი რომ მაგარი ვანა, ნახე. აი ესე რომ გავაკეთო და ალაიქებ რომ რამე იყოს უცებ რა, აი ესე რომ გავაკეთო. ოპა, გაიქცა. ოპა დავიჭირეთ. ოპა. არა, მაგარი ტიპი ვარ ბრატ. არა, საგოიფო, ხო? მაშასე მეგობრებო, 2019 წელი, როგორც აღნიშნეთ და ქვეყანა აირია. დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა იარაღი შეძენა შემეძლო. არჩევანი ბევრი არ იყო, იმიტომ რომ ჩემსავით დაიწყო ბევრმა ამაზე ფიქრი. ასე რომ ის გადავქცევა, გავეშურეთ მე და ჩემი მეუღლე მაღაზიაში პირველად და მოვიკითხეთ, რისი ყიდვა შეგვეძლო თავდაცვისთვის, რა თქმა უნდა. ლიმიტირებული იყო ტყვიები ასევე, ლიმიტირებული იყო იარაღი, იმიტომ რომ ფიზიკურად არ იშოვებოდა ძალიან ბევრი იარაღი გაიყიდა ამ პერიოდში და ერთადერთი რასაც მივაგენით გახლდათ აი ესეთი რუგერი დაახლოებით $300 ღირდა მაშინ, ფასებიც რა თქმა უნდა მომატებული იყო. აი ესეთი პატარა, პირველად უყიდეთ მეუღლეს, რომ ვიფიქრეთ, რომ ალბათ მას უფრო გამოადგებოდა, იმიტომ რომ ბავშვებთან ძირითადად მეუღლე იყო. სროლა იცოდა უკვე და ვიფიქრეთ, რომ თუ ცოტა პრაქტიკას გაივლი და ყველაფერი კარგად იქნებოდა, მოკლედ მეუღლეს შეუძინეთ აი ესეთი პატარა იარაღი, აი ესე გამოიყურება ეს. ერთ ხელის გულში შეგიძლია დამალო ფაქტიურად, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი და ახლა ვიცი ის რომ რაც უფრო პატარაა იარაღი, სასრულად უფრო ვარესია, მინდა გითხრათ. ძალიან საზიზღარი სასროლია, ძალიან საზიზღარი სასროლი. რა თქმა უნდა, ჩემ ხელში ეს ძალიან არაკომფორტულია და ვფიქრობ 1-2 მქონდა ტირში ეს იარაღი წაღებული, სხვა შემთხვევაში უბრალოდ სეიფში დევს და აგროვებს ნაგავს. კომფორტული თუ გინდა რომ ხელის ჩანთაში ჩააგდო და თანატარო, ძალიან კომფორტული რამეა, მინდა გითხრათ, მაგრამ სასროლად არის ძალიან საზიზღარი რამე. ასე რომ ნამდვილად ვერ გიჩვევთ პატარა იარაღს და რადგან მივიღე ეს გამოცდილება, დამირეკეს მე მაღაზიიდან რომ მივიღეთ ახალი იარაღიო და აღარ დავაყოლნე და წავედი და ვიყიდე გლოკი. რაც ძალიან კომფორტულია, მინდა გითხრათ, თუ არ ვწდები 19 თუ 18 ტყვია ჩადის, ანუ რამოდენიმე სხვადასხვა ზომის ჭიდები მაქვს. კარგი არის, დაუყენეთ აი ესეთი განათება, რომელიც ანათებს. თავის დასაცავად ძალიან კარგი, მაგრამ ხელში ძალიან კომფორტულად ზის, მინდა გითხრათ. ძალიან კაი რამეა და რაც შეიძლება კიდე ამ კონკრეტულ იარაღზე ითქვას ის რომ მძიმეა ძალიან ყოველდღიურად სატარებლად, მაგრამ სახში თავის დასაცავად ძალიან კარგი იარაღია. სხვა გზა არ იყო და ამიტომ შევიძინეთ აი ესეთი პატარა არა, უფრო დიდი გლოკი, სულ ახალი. ანიკ, ასე ქვია ტიპი 9 Elite SG. აი ესე გამოიყურება. აი ეს უკანასკნელი, რომელსაც დაუყენეთ აი ესეთი red dot-ი მეგობრებო, ასევე გვაქვს დაყენებული განათება. და ძალიან კომფორტულია. აი ესე გამოიყურება დახურულ მდგომარეობაში, ძალიან კომფორტულია მეგობრებო, თავის დასაცავად, აი როგორც ხედავთ. ძალიან კომფორტულია.
Springfield-ის Hellcat-ი, ასე ქვია, მეგობრებო, რომელიც ძალიან კომპაქტურია, მინდა გითხრათ, სასროლადაც ძალიან სასიამოვნო სასროლია. მერწმუნო ამაში ძალიან კომფორტული სასროლია, ხელს რაც შეეხება ძალიან კომფორტულად ჯდება, ანუ თავდაცვისთვის ძალიან კარგია, თქვენ თვითონ შეატყვეთ განსხვავება. თითქოს და განსხვავება ძალიან ბევრი ამაში არ არის, მაგრამ მერწმუნეთ თვითონ ხელში, როგორც ჯდება, ამასთან ერთად მჭიდსაც თუ ჩადებთ, როგორ ჯდება ხელში და როგორ ჯდება ეს ხელში, ძალიან სხვადასხვა რაღაცა. ესიც გახლავთ მეგობრებო 9 მმ-იანი. შემდეგ რო გადმოვედით უკვე აქეთ მხარეში, აქ დათვმა შემოგვიტია. ხო და დათვის შემთხვევაში არც ერთი ეს იმდენ ეფექტს ვერ იქონიებდა, რასაც აი ეს იზავდა. ეს გახლავთ მეგობრებო, ასევე Smith & Wesson-ის 10 მმ-იანი. მე დავდივარ ხოლმე სანადიროდ რო გავდივარ, ესიც თან დამაქვს. უბრალოდ ისე ყოველი შემთხვევისათვის განსაკუთრებით, როცა არბალეტის სეზონზე გავდივარ, რომ ჩემთვის რომ წყნარად ბუჩქებში ვზივარ ხოლმე, არ მინდა უცებ მომადგეს დათვი და აქ რაშვები ლაშვარდიო, მინდა რომ თავდაცვისთვის უცებ სასწრაფოდ რაღაცა მქონდეს და 10 მმ-იანი არის ის, რომ თუნდაც ერთი გასროლით შეგვიძლია ლიკვიდირება გავუკეთოთ ნებისმიერი ზომის ცხოველს. ანუ ეს უფრო გახლავთ სანადიროდ ალბათ ჩემთვის, მე ასე ვიყენებ ხოლმე. რომელზეც დავაყენეთ აი ესეთი red dot-ი მეგობრებო და ასევე გვაქვს დაყენებული განათება, რადგან ტყეში რომ მივდივარ ღამე და იმის გარჩევას თუ ვინ არის და რა არის სიბნელეში რა მოძრაობს, მირჩევნია მქონდეს განათება, რომ გავანათო. ეს განათებები მეგობრებო სხვადასხვა განათებებია, რომელიც უფრო ხელმისაწვდომი იყო, ალბათ ისე ავიღე, ვერცეზე ვერ ვიტყვი, ერთი ჯობია მეორეს მეთქი, მაგრამ ის არის რაც არის და ეს გამოიყურება ასე, რომელიც ძალიან დიდია და ძალიან მძიმეა, დაახლოებით 19 თუ 20 ტყვია იდება მის ჭიჭი. ეს გახლავთ გლოკი, რომელიც მეგონა რომ დიდი იყო, მაგრამ შემდეგ ეს იარაღი რომ ნახე, ეს უფრო დიდია. რავი, საბოლოოდ თავის საქმეს ყველა აკეთებს. ეს იყო მეგობრებო ჩემი პისტოლეტების პატარა კოლექცია, რომელსაც ემატება, მე მგონი პატარა ადიქშენი მჭირს ამ ამბავში, ნენელა ყოველ წელიწადს უმატებ, არ ვიცი რატომ უმატებ და ასე მიგროვდება ხოლმე ეს იარაღები, გაყიდვა არ მიყვარს, ყიდვა მიყვარს. 1000 ლაიქზე თუ ავა ეს ვიდეო, გადავიღებ არბალეტების ვიდეოს. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია ვიდეო საინტერესო იყო თქვენთვის, იმედია მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია, არ ვიცი რამდენად საინტერესო ინფორმაცია მიიღეთ, მაგრამ ძალიან გთხოვთ გაითვალისწინეთ ყველაფერი რაც გითხარით. გთხოვთ და ასე იქნებით დაცული როგორც თქვენ, ასევე თქვენს ირგვლივ ადამიანები. გისურვებთ წარმატებას და თუ მოგეწონა ეს ვიდეო, რა თქმა უნდა, დაალაიქე, გამოიწერე არხი და შევხვდებით მომავალ ვიდეოებში. Peace amigos.